მოგესალმებით, მე ვარ თამთა ჯანაძე, ჟურნალისტი. დაახლოებით 18 წელია ასე ვეცნობი ხოლმე ადამიანებს. თუმცა ამჯერად გადავწყვიტე თავის სხვა ამპლუაში წარმოგიდგინოთ. მე ვარ თამთა ჯანაძე, 3 შვილის დედა. თქვენ ჩემს YouTube არხზე ვერ მოისმენთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მოვამზადოთ გემრიელი კერძები. იმიტომ რომ ეს პროცესი დასადილების კეთებას სასტიკად არ მომწონს. ცხადია, ბავშვები ვერ მეყოლება ვერც მზაყვების და ვერც ნახევარფაბრიკატების იმედად და კერძის მომზადება ყოველდღე მეწევს, თუმცა ეს პროცესი არ მანიჭებს არანაირ სიამოვნებას. თქვენ ასევე ვერ მოისმენთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება დავალაგოთ სახლი. ეს პროცესიც მიწევს, თუმცა არც ის არ მანიჭებს სიამოვნებას. მე მოგიყვებით, რა ეტაპი დგება ქალის ცხოვრებაში, როდესაც ის ხდება დედა, რა საფეხურებს გადის ის მიდის შვილი გააჩინედან, აბა რა გეგონამდე. როგორ მოითხოვ საზოგადოება ჩვენგან რომ ვიყოთ ძალიან ძლიერები და როგორ არაფერს არ აკეთებს იმისთვის რომ გაგვაძლიეროს. მე მოგიყვებით, რა პრობლემები გვაქვს სკოლაში, რა პრობლემები გვაქვს ბაღში, რა პრობლემები გვაქვს ზოგადად საზოგადოებაში და რა გჭირდება დედებს. ბევრი ისეთი თემა იქნება განხილული, რომელზეც როგორც წესი ქალები ან არ ლაპარაკობენ, ან ამაზე საუბარი ცუდ ტონად ითვლება. ეს არის ანა. ანა უკვე ისეთ ასაკშია, როდესაც თვითონ ყველაფერი იცის და დედამ არაფერი არ იცის. შესაბამისად ვეცდები მისი აბზუებული ცხვირი ნაკლებად მოხდეს ხოლმე ვიდეოში. ეს არის თეკლა. როგორც მეუბნებიან, ძალიან მგავს, თუმცა არა პარფიუმერიის სიყვარულით. მისი კოსმეტიკის ჩანთა გაცილებით ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე ჩემი. ღმერთო ჩემო, ამის ასაკში წარმოდგენა არ მქონდა, რა როგორ გამიკეთებინა. ეს არის სანდრო. თავის საყვარელი ტელევიზორის პულტებით ხელში არის წარმოდგენილი. ესე ვთქვა, რომ მიცით, მთელი დღის განმავლობაში შეუძლია ამ რაღაც გაურკვეველ გამოსახულებებს უყუროს. თუმცა როგორც წესი, ამის საშუალება მაინც ხშირად არ ეძლევა. ეს არის ოჯახის კიდევ ერთი წევრი, იადონი. ახლა მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდა ეს არსება ჩვენ სახლში. ბავშვმა ითხოვა არც მეტი და არც ნაკლები თუთიყუში. მამა წავიდა და მოიყვანა იადონი. ბავშვი დარჩა უკმაყოფილო, იმიტომ რომ სურვილი არ შეუსრულეს და მამა დარჩა უკმაყოფილო, იმიტომ რომ მისი მცდელობა სათანადოდ ვერ დააფასეს. და დაზარალებული ვინ აღმოჩნდა? რა თქმა უნდა, დედა, იმიტომ რომ ეს იადონი მოსავლელად მიაკუთვნეს დედას. ამ იადონმა შეიწირა ჩემი სიბერისთვის გადადებული 2 ღერი ნერვიდან ერთ-ერთი და განაგრძობს მეორის შეწირვას, იმიტომ რომ დილის 6 საათიდან საღამოს 12 საათამდე განუწყვეტელ ჭიკჭიკებს. მაშასე, სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ქალიშვილი ანა, რომელიც არის 9 წლის, და ჩემი ტყუპები 4 წლის თეკლა და სანდრო. აუცილებლად თეკლა და სანდრო და არა სანდრო და თეკლა, რადგან თეკლა მიიჩნევს, რომ ის მთელი 10 წუთით უფროსია სანდროზე და სრული უფლება აქვს, რომ პირველად მოიხსენიონ. გარდა ამისა, ჩვენ სახლში ცხოვრობს იადონი და ტიპური ქართული ოჯახის საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით ოჯახის მამა არის ემიგრაციაში. არ წავიდეთ ბაღში? რატო? ყოველ დილით მე მიწევს ტყუპების ტანტრუმთან გამკლავება. ისინი ცდილობენ ჩემგან მიიღონ შოკოლადი, მე კი ვცდილობ იმის ახსნას, რომ შოკოლადის ჭამა დილით არ არის სასარგებლო. და ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? რა თქმა უნდა, მამა. საქართველოში ყოფნის დროს, როდესაც ჩემს ქმარს მიყავდა ხოლმე ბავშვები ბაღში, ტყუპები მის დარწმუნებას იოლად ახერხებდნენ და შედიოდნენ უბნის მაღაზიაში, შემდეგ კი
შოკოლადით პირმოთხოვნილები მიდიოდნენ ბაღში. შედეგად კმაყოფილი იყვნენ ბავშვები, კმაყოფილი იყო მამაც და კმაყოფილი იყო ჩვენი უბნის გამყიდველი ქალიც. თუმცა მას შემდეგ, რაც მე დამყავს ბავშვები ბაღში, ისინი შოკოლადს ვერ იღებენ და ბავშვების ცუდ განწყობაში ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, დედა. შენ ხო იცი, შოკოლადი არ შეიძლება დიდიც. მოდი ასე შევთანხმდეთ. ახლა წავიდეთ ბაღში და საღამოში დაბრუნდებით და გახოდრებ შოკოლადს. კარგი? არ ჩეხარ თან ახ მამაზე. უკვე ბაღში მივდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ დილით მათი ტანტრუმი შოკოლადის მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე გადალახულია და შეთანხმება მიღწეულია, რომ საღამოსთვის გადავდოთ შოკოლადის ჭამა. ჩემდა ბედად ბაღი ძალიან ახლოს არის სახლთან და იქამდე მისვლა 10 წუთიც არ სჭირდება. ეს არის ჩემი საყვარელი საქმიანობა, მაგრამ მიწევს არ გამოდის ხანალებად. რადგან ვერაფრით ვერ გამომნახე, მოდაფინანსები ერთმანეთს ვერ დავამთხვიე, რომ მე ყიდა ჭურჭლის სარაცხი მანქანა, ამ ფუნქციას ოჯახში მე ვასრულებ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ეს პროცესი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროცესი, როდესაც ბავშვები არიან სკოლასა და ბაღში წასული და მე შესაძლებლობა მაქვს დავლიო ყავა მაშინ, როცა სახლში არავინაა. ეს არის დღის ყველაზე არაჩვეულებრივი დრო. როცა მშვიდად სვამ ყავას, მშვიდად ადუღებ და არ გეშინია, რომ თავში ბურთი მოკვდება. მეორე ბავშვი თოჯინით ხელში მოგადგება მეთამაშეო, მესამე გაკვეთილების სწავლაში დახმარებას მოგთხოვს და ასე შემდეგ. ყველას გვაქვს სახლში ამოჩევებული ჭიქა. ჩემი ამოჩევებული ჭიქა ასე გამოიყურება. სიმშვიდეში ყავის თანხლებით ტელეფონის სქროლვა არის სიამოვნების ის პატარა ნაწილი, რომლის საშუალებაც მხოლოდ დილით მაქვს. ამის შემდეგ იწყება რუტინა, რომელიც სავსეა ბავშვებით, საქმეებით, ათასი საჭიროებით და ასე ყოველდღე. დღეიდან ჩემს რუტინას კიდევ ერთი დეტალი დაემატა. შემოვიდე აქ და გადავამოწმო თქვენი კომენტარები და რეაქციები ჩემი და ჩემი ოჯახის ამბებთან დაკავშირებით.